აღსარების თქმა მერიდება, რადგან ცოდვა გამეორდა და როგორ მოიქცეო. მაგალითად, დედამ გამოგაწყო ფეხბურთის სათამაშოდ, გაგიშვა ეზოში. შენ წახვედი და ტალახში ჩავარდი. ახლა ტალახიანი ვეღარ მიდიხარო ითამაშო, რას აკეთებ? მოდიხარ სახლში, გამოიცვლი და ხელახლა მიდიხარ, ხომ მართან? დავუშვათ სხვა დღეს კიდე ჩავარდი. ახლა მოგერიდება და სახლში აღარ მოხვარ? ხო კიდე მოხვარ. ხო კიდე გამოიცლი, კიდე გააკეთებ. აქაც ესეა. ადამიანი ამა თუ იმ ცოდვაში შეიძლება რამდენჯერმე ჩავარდეს. ახლა მაგალითად აი ერთი ბავშვი ყავს, ცოტა შეუძლოდ გახდა. რა ქვია გიორგი. დავუშვათ გიორგიმ რო წამალი დალიოს, რამეს დააშავებს? არ დააშავებს, ავად არის და მოუხდება ეს წამალი, ხო მართალი? დავუშვათ ჯვარი წერია, მაგრამ გავიდა დრო 10 წელი. კიდე გახდა ავად. და აღარ დალიოს ის წამალი, იმიტომ რომ კიდე ავად გახდა? დალიოს, აბა რა არის ამაში მოსარიდებელი? აღსარება ეს არის ჩვენი სულისთვის წამალი, რომ ჩვენი სული განიკურნოს. აღსარება კი არ არის სასირცხვილო ბავშვებო, სასირცხვილო არის ის ცოდვა. თორე აღსარება პირიქით ვაჟკაცობა. აღსარების გამო უფრო უნდა შეაქო ადამიანი, ვიდრე თქვა, რომ ეს როგორი ცოდვილია. და რა აღსარება რომ არ თქვა, ის ცოდვათ არ გრჩება? ის ცოდვა ხო უკვე ჩადენილი გაქვს. ანუ ის უღირსის აქციელი, დავუშვათ სიტყვაზე, ვიღაცას რაღაცა მოპარე. ხო უღირსის აქციელი. და აღსარება რომ არ თქვა, რა ეს უღირს აქციელად არ დარჩება? ხო დარჩება ეს უღირს აქციელად, მაგრამ შენ თუ იტყვი აღსარებას, ამითი ნახე რას ამბობ? მე უფალო მძულს ეს აქციელი. რაც ჩავიდინე მე მძულს, არ მინდა რომ ეს აქციელი ჩემი იყოს, ვერ მიჯნები. ანუ მინდა რომ მოვიშორო ეს და ღირსეული ადამიანი მინდა ვიყო და ეს რომ აღიარებ, ეს პირიქით სიმამაცეა, ვაჟკაცობა. დავუშვათ კიდე ჩავარდი, აი ვიღაცის რაღაცა ნივთი მოგეწონა და კიდე წაგიცდა ხელი. ეს ცოდვა ხო უკვე ჩადენილია, საქციელი ხო უკვე ჩადენილია. ის სასირცხვილო რამ უკვე მომხდარია. და ეხლა სამამაცო რამაც უნდა მოხდეს, ანუ აღსარება. გესმით? ისე რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩავარდეთ ცოდვაში, იმდენჯერ უნდა ვთქვათ. თუმცა ღმერთის მოწყალების იმედად ადამიანი არ უნდა სწოდავდეს. აი ღმერთი მაინც მაპატიებს და არ უნდა, მაგიტომ არ უნდა სწოდავდეს.